გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ცოტა შემაგვიანთა ვიდეოს ჩაწერა. ვიყავი ბათუმში რაღაც პირადულ საქმეებზე და ჩამოვედი, რაც თავარია. ყოველ დღე არა, თუმცა კვირაში 2-3 დავდებ თქვენთვის სასურველი სათაურით ვიდეოებს. ეს ვიდეო ეხება სავსემთვარეობას, რომელიც იყო გუშინ 7 ოქტომბრის სავსემთვარეობა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. რას მოგიტანთ თქვენ იცით, რომ დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში არის მისი გავლენა, პირველი 3 დღე, გუშინ დღეს და ხვალ და მეტნაკლებად გრძელდება 2 კვირა. მაშასე რას მოგიტანთ 7 ოქტომბრის სავსემთვარეობა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის არის ეს რასაკვირველია. ვინც მიყურებთ, რომ დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო სწორედ არის თქვენთვის, ნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი პირველ რიგში. თქვენს ცხოვრებაში არის რაღაც საბედისწერო მოვლენები ძვირფასებო, თქვენ დაასრულეთ ერთი ეტაპი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი თქვენთვის და თქვენი ცხოვრებისთვის და იწყებთ ბრძოლას ახალ გზაზე, როგორც მეომარი, თქვენ ძველი, ასე ვთქვათ, ნეგატიური ენერგიისგან დაცლილი, რაღაც ვამპირული მოვლენები გაანადგურეთ, უკან ჩამოიტოვეთ და გაასუფთავეთ თქვენი სავალი გზა, ასე ვთქვათ, ხმლით გაასუფთავეთ თქვენი სავალი ბილიკები ამ ცხოვრებაში და დაადექით გზას როგორც მეომარი. ამას რასაკვირველია ვსაუბრობ მეტაფორულად და გადატანითი მნიშვნელობით. მიასადაგეთ თქვენ ცხოვრებას. თუ ამ სტილის მოვლენების წინაშე ხართ ახლა, უახლოესი დაუშვათ ბოლო პერიოდი, 1 თვე, 2 თვე და ასე შემდეგ, განაგრძეთ ნახვა. თუ იებით და ვარდებით არის მოფენილი თქვენი ცხოვრება, ხართ ბედნიერი, ყველაფერი იდეალურად მიგდით ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო თქვენ არ გეხებათ, ასკროლეთ და სათქვენო ვიდეოებსაც ჩავწერ მომავალში. ვინც დარჩით თქვენი ცხოვრების, ასე ვთქვათ, ეს მომავალი 2 კვირის მთავარი ტენდენციები, რას გამოაშკარავებს, ან რა გზებს გაგიხსნით 7 ოქტომბრის სავსემთვარეობა. მართლაც ფინანსები იხსნება ძვირფასებო თქვენთვის. კიდევ ნახოთ. შემოდის წინადადებები, რომელზეც თქვენ დაფიქრდებით ამ შემოთავაზებაზე. ესე იგი, პირველ რიგში ეხება ფინანსებს ძვირფასებო ეს პერიოდი თქვენთვის. იყო სტაგნაცია, შესაძლებელია ახლაც სტაგნაციაში ხართ თქვენ, როდესაც არ ხდება მოქმედებები და არ შემოდის წინადადებები, თუმცა გეხსნებათ გზა, რაზეც თქვენ, ასე ვთქვათ, მერყეობთ ჯერ კიდევ, ფიქრობთ, რა, როგორ, რანაირად გააკეთოთ, თუმცა გადადგამთ ნაბიჯს აუცილებლად, ეთასების რაინდი ნახეთ და ამით იქნებით კმაყოფილი, ეს იქნება ახალი სამსახური, ახალი სახლი, ახალი სიტუაცია, რაც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა ეხებოდეს, თქვენ ეს მოგიტანთ ხალის და წარმატებას. კიდევ ამის გარდა, ფინანსების გარდა, ნახოთ რა იცვლება, ასე ვთქვათ, თქვენ ცხოვრებაში, რას ეხება ეს მოვლენები. ისო ფინანსები ძვირფასებო ძალიან მიხარია. რა არკანები ამოგდეთ, ესე იგი თქვენ ხართ უკონკურენტო, თქვენ ხართ დაუმარცხებელი. კონკურენცია შემთხვევით არ მიხსენები, აქ არის რაღაც შეჯიბრის მაგვარი, შესაძლებელი არის სხვა ხალხი, რომლებიც რაღაც თქვენ არ მინდა თქვა, რომ გზას გიღობავენ, თუმცა რაღაც გეპაექრებიან, თითქოს შემოდიან თქვენთან პაექრობაში და თითქოს რაღაც თავს გადაარებენ, თუმცა თქვენ ხართ საუკეთესო, თქვენ ხართ ტრიუმფატორი. შეხედეთ, ეს არის იმპერატორი, ტრიუმფატორი, 2 სფინქსი, თეთრი და შავი შებმული ყავს ეტლში, ეს ნიშნავს, რომ ის მართავს მისი ტვინის ორივე ნახევარსფეროს, ემოციურ ინტელექტს და ლოგიკას, მოკლედ რომ ვთქვათ, და ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გიჭირავთ თქვენი ცხოვრების სადავეები ხელში და თქვენ მართავთ მას საუკეთესო კუთხით და სხვები შემოყურებენ და ტაშს გიკრავენ. აღფრთოვანებულები არიან თქვენი ინტელექტით, თქვენი შესაძლებლობებით, თქვენი ამბიციებით
და საერთოდ თქვენი უნარით, არ ვიცი ვორჭოფობ ეს კარტი დაგანახოთ თუ არა, მოდი მაინც არ გაჩვენებთ. ესე იგი თქვენ გაქვთ მაგიური ძალა, შესაძლებელია ითქვას, გავლენის ქვეშ აქცევთ ხალხს და ასევე თქვენი ამ რაღაც უნარებით და რეალურად მართლაც ფლობთ თქვენ უნარებს, რეალურად, ვისაც ამის არ გჯერათ, ალბათ არც ადევნებთ ჩემ ვიდეოებს თვალს, ყველა იქნებით ისეთი ადამიანები, ვისაც მართლა გაქვთ რაღაც ესეთი უნარი, რაც არ აქვს ყველა ადამიანს და ეს აქ ნათლად ჩანს. თქვენი უნარების წყალობით თქვენთან მოდის დიდი ფული, ძვირფასებო, რასაც გილოცავთ. შესაძლებელია ეს იყოს მაღალანაზღაურებადი სამსახური, არ რაღაც დიდი თანხები მოდის თქვენთან. კიდევ უნდა დაგანახოთ. ესე იგი, იმ სიტუაციისგან, სადაც თქვენ იყავით გაჭედილი, სადაც თქვენ ღმერთს თხოვდით, რომ თქვენთვის გონება გაენათებინა, რომ როგორ გავაგრძელო გზა, როგორ მოვიქცე მომავალში იმისათვის, რათა გადავდგა ბრძნული ნაბიჯები, რათა უზრუნველყოფილი ვიყო ფინანსურად, სტაბილური ვიყო, ფინანსურად სტაბილურად გქონდეს ფინანსები და ვიყო ბედნიერი ჩემს ოჯახში, ჩემს საყვარელ ადამიანებში. ამას ხოვდით ღმერთს, ქვეცნობიერად შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი კიდევაც ლოცულობდით. ღმერთმა შეისმინა თქვენი ვედრება, შეხედეთ გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე, სადაც ფინანსურად იქნებით უფრო მყარი, უფრო სტაბილური. ხედავთ პენტაკლი უჭირავს ხელში, ეს არის ფინანსები, ეს არის ფინანსები, რომლებიც იზრდება, დაუშვათ თუ მუშაობთ, დაწინაურების შანსი გაქვთ მომავალში. და შესაბამისად იზრდება თქვენი ფინანსებიც. ამ ბიზნესი თუ გაქვთ, ნელ-ნელა ფართოვდება და უფრო მეტი მოგება შემოდის. შემდეგ თქვენ აკეთებთ რაღაც ჭკვიანურ სვლებს. ეს შესაძლებელია იყოს ვინმე ისეთი კომპეტენტური ადამიანის რჩევები, მაგალითად ადვოკატის, ან ვინც ერკვევა, ასე ვთქვათ, საკითხში, ესეთის და შესაძლებელია თქვენც იყოთ ეს ადამიანი, შესაძლებელია რამე ხელმძღვანელი პირი ხართ რაღაც საკითხებში და თქვენ ხალხი მოყვებათ. ანუ ორი ფინანსების არკანი გაქვთ ძვირფასებო, რასაც თქვენთვის მოაქვს ოჯახური ბედნიერება. ხედავთ 10-იანი თასი, ეს არის 10-იანი თასი, ბედნიერი გახარებული ადამიანები. და რა მოაქვს თქვენთვის ამ სავსე მთვარობას 7 ოქტომბრის ფინანსური სტაბილურობა და ოჯახური ბედნიერება. კიდევ ნახოთ, რა უნდა იცოდეთ, რა არის მნიშვნელოვანი, ეს თქვათ უახლოესი 2 კვირა თქვენთვის. იყავით პრინციპული, იყავით ჯიუტი, არ გაითვალისწინოთ ცხების აზრი, მიიღეთ, მოусმინეთ, უბრალოდ არ გაითვალისწინოთ და დარჩით თქვენი პრინციპების ერთგული. და თქვენ მიაღწევთ გამარჯვებას და ტრიუმფს. ნახეთ, ტრიუმფატორის კარტი, ტრიუმფატორის არკანი. ვინც კარტების ცნობა არ იცით, ვიზუალზე და გამოსახულებაზეც კი მიხვდებით, რომ როგორი არკანია ცხენზე ამხედრებული ადამიანი დაფნის გვირგვინით, თანაც მას 2 დაფნის გვირგვინი აქვს. ერთი აქვს თავზე ეს გვირგვინი და ერთი ხელში, ანუ კვერთხთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ 2 უმნიშვნელოვანეს საქმეს თქვენ მოაბავთ თავს, ერთი საქმე თითქმის უკვე გაკეთებული და გადაწყვეტილია და მას ეგრევე მოყვება მეორე საქმეს, რომელიც თქვენ მოგიტანთ გამარჯვებას. გააჩნია ხა ვის რა გჭირდებათ, ვინ რა გზას ადგახართ და რა ითვლება თქვენთვის გამარჯვებად. ინდივიდუალურია, რასაკვირველია ეს. კიდევ მოგეცემათ თქვენ არჩევანი, აქ ისევ ფინანსებია, ესე იგი უნდა იმოქმედოთ, გამოფხიზლდეთ ძვირფასებო, რადგან გაქვთ კარმიული თვე, წახვიდეთ უნდა იქედან, რამაც უკვე ამოწურა ბოლომდე მისი თავი და სადაც იყო მხოლოდ ინტრიგები, манипуляციები და რაღაც ესეთი ცოტა არასასურველი მითქმა-მოთქმა ჭორები და ასე შემდეგ. ამ სიტუაციებიდან უნდა წახვიდეთ. არ უნდა მიაქციოთ ყურადღება. გჯეროდეთ ღმერთის, ილოცეთ, იმედიტირეთ, გააჩნია ხა ვინ რელიგიის წარმომადგენელი ბრძანდებით და დარწმუნებული იყავით, რომ უმაღლესი ძალები თქვენი, ასე ვთქვათ, თქვენი რწმენის მიხედვით, თქვენი ღმერთი თქვენ ყოველთვის გეხმარებათ და ის არის ყოველთვის თქვენს გვერდით. მე გისურვებთ წარმატებებს ძვირფასებო და პირადად კონსულტაციაზე შეგიძლიათ მომწეროთ, ჩასაწერად
TikTok-ზე, ან ვინც YouTube-ზე ადევნებთ თვალს ამ ჩემს ვიდეოებს,